მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და მსმენელებო. გთავაზობთ ენდრუ ჯენტილის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა ასტრალიონიკას. არის ასტრალიონიკა 1, 2 უბრალოდ და ასტრალიონიკა space. ხო, ამ ასტრალიონიკას ბლოგერი არის მესაკუთრე იური ლირი. ხო, ამ ვიდეოში ენდრუ ჯენტილი ყვება ფაქტების დამალვაზე. უბრალოდ ეს ვიდეო იყო გადაყვანილი არხ კოსმოსური ცნობიერების მიერ. კოსმическое сознание. ხო, ეს არის კიდევ ბევრი არხი არსებობს, ისეთი არხები, რომლებიც ასეთ თემაზე თარგმნიან ინგლისურენოვან ან სხვაენოვან ვიდეოებს და დებენ ასტრალიონიკაზე. და ენდრუ ჯენტილი ყვება ენოქის წინგზე და გოლიათების ყოფაზე, გოლიათებზე საერთოდ, რასაც მალავენ თანამედროვე მეცნიერება, მალავენ ამ ამბავს, ამ ფაქტებს. არადა გოლიათების ჩონჩხები იქნა ნაპოვნი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოც. და ერთ-ერთი მაგალითი არის ლეკუხონა. იქ თურმე თხრიდნენ სასაფლაოს და შემთხვევით წააწყდნენ გოლიათის ძვალს, ჩონჩხს უფრო სწორად. მკვდარი რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილ გოლიათის ჩონჩხს. შეიძლება მოკლული იყო, შეიძლება უბრალოდ რაღაც დაავადების გამო გარდაიცვალა. სხვათა შორის, როდესაც შეიცვალა დედამიწის მდგომარეობა, გოლიათმა ვერ შეძლეს ცხოვრება და ყველა დაიღუპა. მაგათ სხეულმა, მასიურმა სხეულმა ვერ გაუძლო კლიმატის შეცვლას, ვერ გაუძლეს. იმიტომ რომ როდესაც გოლიათები არსებობდნენ, მიწა სხვა მიმზიდველობა ჰქონდა, სხვა კლიმატი იყო. ატმოსფერო, მიწის ატმოსფერო აღწევდა 1000 კილომეტრს და ხეები, გოლიათის ხეები, რომლებიც ახლა არის შენარჩუნებული სეკუიას სახით. მე მიყვარს როგორ დატოვეს ეს ხეები, როგორ ვერ გაანადგურეს ყველაფერი, მიყვარს. ხო და სადაც დღეს გიშერს პოულობენ და ამუშავებენ, აი ეს გიშერი, კვარცის პესოკი, არ მახსოვს ახლა ქართულად კვარცს რა ქვია, ეს ყველაფერი კვარცისგან კეთდება, გიშერის სამკაულები, მე მგონი ეს, ხო, კვარცისგან, ეს საბადოები, რაც არის ქუთაისში, არ მახსოვს ადგილი კიდევ, საქართველოს ტერიტორიაზე, იქეთ. დასავლეთ ხარეს კი არა, აღმოსავლეთ ხარეს. ეს საბადოები, სადაც არის და სადაც პოულობენ კვარცს, შემდგომ ამ გიშერის საბადოებს, ეს ყველაფერი ადრე იყო კვარცის ხეები. დიახ, გოლიათი ხეები, სეკუის მეტი მაღალია და ხეების განშტოება ტოტები აღწევდა 1000 კილომეტრზე. წარმოგიდგენიათ, იმხელა იყო ატმოსფეროს მანძილი დედამიწიდან სიგანეში. აღწევდა 1000 კილომეტრს და ხალხი ამ ხეებზე ცხოვრობდა, იმიტომ რომ ის მასიური ხეები იყო, არავის სჭირდებოდა სახლების აშენება. და იქ იყო ხიდეები, სპეციალურად გაკეთებული, ერთი ხიდან მეორეზე გადადიოდნენ და როდესაც მოხდა ოკუპაცია დედამიწის, ეს ყველაფერი დაიშალა. ეს ხეები ყველა მოიჭრა
და ჩვენ რომ დღეობით ვხედავთ გადანაჭრელს, აი, როდესაც ჩვენ ჩვეულებრივად ხეს მოვჭრით ხომ დარჩება, რუსულად პეინ. მაპატიეთ, ახლა ინტერნეტი მე გათიშული მაქვს, ხო ერთი დღე მქონდა ჩართული და ეს ვიდეო შევინახე და ერთი წამით ბევრ დროს აწაგართმევთ, მოგიყვებით ამ ხეებზე ცოტას და გადაჭრილი ხომ რჩება რაღაც ნაწილი ხისა, ხო? ასეთი გადაჭრილი ნაწილები ხის ფუძეში, ხის ფესში რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით ოღონდ გოლიათის ხის გადანაჭრელი ყველას გონია პატარა მთები. ხომ გესმით ჩემი, მე ხა შეიძლება მეცნიერული სიტყვებით და ტერმინებით ვერ გითხარით ეს, გითხარით უბრალოდ სიტყვებით. ეს გადანაჭრელი ხომ დარჩა და ეს გადანაჭრელი ყველას გონია პატარა მთები, გორაკები არა, მთები გეგონება, თან თუ დათვლილია მაგას ვერც გაარკვევ, ხო? და ერთ-ერთი ასეთი გადაჭრილი ხის ელემენტი არის კაილასი. მაპატიეთ, კაილასი არა, ვერ გავიხსენია, ეშმაკის გორას რომ უძახიან, ეშმაკის გორას, ხო, ის არის გადაჭრილი ხე, გოლიათური გადაჭრილი ხის დარჩენი, პეინ რუსულად. და ეს ყველა საბადოები, ეს ნახშირის საბადოები, კვარცის საბადო, კვარცის ცილის საბადოები, ეს ყველაფერი ადრე იყო ხე, კვარცის ხე. კრემნიის ხეც, კრემნი ხომ იცით რომ ერთმანეთზე ქვას უტყავ და ნაპრწკალი ჩდება, ხო, კრემნიუმი, კი, მაგას ბევრი დასახელება აქვს ამ ელემენტს ქართულად. ასეთი კრემნიის ხეები იყო, მოგიდგინიათ ახლა და სულ მაგარი სიცხები არ იყო, ჩრდილოვანი ადგილები იყო და ადამიანი გრძნობდა სიგრილეს, იქ ცხოვრობდა იმ დროს. იმ პერიოდში ბევრი გრავიურა მაქვს ნანახი, სადაც ხო ადრესად იყო ეს ფოტოაპარატები, ციფრული ფოტოაპარატები, ჩვეულებრივი ფოტოაპარატები და ხალხი მხატვრები იყო და მხატვრები ხატავდნენ გრავიურებს, უფერულ გრავიურებს, მაგრამ გადმოსცემდნენ იმ მდგომარეობას, რაც სუფევდა იმ მომენტისთვის. ხო, და ჩვენამდე ეს კატაკლიზმებით რომ იყო, თუ რა შედეგი მოყვა ამ კატაკლიზმებს, გრავიურის სახით არის გადმოცემული და ეს გრავიურები მოვიდა ჩვენამდე. სიმართლე გითხრათ, მე არც დავინტერესებული ვარ. ადრე საიყო ინტერნეტი, სათქონდა მე ინტერნეტი როდესაც მოვიდა, მე ტელეფონი არ მქონდა. და ახლა ვეძებ ამას ყველაფერს და დაინტერესებული ვარ ამით ყველაფრით, იმიტომ რომ ეს ყველასი ჩვენი ისტორია. კი, ახლა თარიღებში მე მოვიკოჭრილ, რადგან რიცხვების და თარიღების საერთო დამახსოვრება მიჭირს უცებ. ხო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვინმე დაინტერესდებით, კი არის ბევრი ვიდეოები ინტერნეტში, ვისაც გესმით უცხო ენა, რუსული თუ არა, სხვა უცხო ენა გესმოდეთ იქნება, ახალგაზრდებს მით უმეტეს. ხო და ისე მოხდა, რომ ეს ხეები ყველა გადაჭრეს და ამიტომ მე მიკვირს სეკვოიები როგორ დატოვეს. სეკვოიები არის დარჩენილი ამერიკაში. ვეებერთელა გიგანტური ხეები, გოლიათური ხეები. ხო, და ეს ენდრიუ ჯენტილი ვიღაცას ყავს სტუმრად, მე ვერ ვიცანი ის კაცი და სახელი და გვარიც არ წერია აქა. და ის ეკითხება, ის თავაზობს ენდრიუ ჯენტილს, მოდიო ვისაუბრთო გოლიათებზე. ენდრიუ ჯენტილი ამბობს, ძალიან საინტერესო თემა, გოლიათებზე თემა. გოლიათებზე ინფორმაცია აქვთო ყველა კულტურას. მათ შორის ასაკურელია საქართველოსაც.
ქართულ კულტურაში ზღაპრები დევებზე, ჩვენამდე ზღაპრები ამ ზღაპრებზე გავიზარდეთ ჩვენ ყველანი, ხო? დევები ეს იგივე გოლიათებია. გოლიათებზე ნახსენებია ინდურ ვედებში, ამერიკულ ერებს შორის ინდილებს გულისხმობ. მალტას კუნძულზე, აღმოსავლურ აზიაში ეს ინფორმაცია გოლიათებზე არის ყველგან, ყველა კულტურაში და აგრეთვე ბიბლიაშიც არის ნახსენები. და ბოლო ხსენება გოლიათებზე ხდება სადღაც მე-19 საუკუნის ბოლოსკენ და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მათ პოულობდნენ მთელი ამერიკის მასშტაბით. იყო 1000-ზე მეტი მოპოვებული არტეფაქტები ამ გოლიათებთან დაკავშირებით. მაგალითად, რომელიღაც მოყვარული არქეოლოგი თხრის კურგანს, ინდიელების კურგანს, სამარხს პოულობს უზარმაზარ ძვლებს, მერე გადასცემს სმითსონის მუზეუმს, ხალხი ამ სმითსონის მუზეუმიდან მოდიან, მიაქვთ ეს ძვლები, გოლიათური ძმები და შემდგომ ეს ძვლები უჩინარდება და ამგვარი სიტუაციები ბევრჯერ მეორდება. და ეს სმითსონის მუზეუმი, სმითსონის ინსტიტუტი მალავს ბევრ რაღაცას. მისისიპის დაბაში მათ აქვთ ლეგენდები გოლიათებზე და ეს გოლიათები იყვნენ კანიბალები, ჭამდნენ ხალხს, იმ დროინდელ იქ მაცხოვრებ ხალხს და ამ დროს ტომები გაერთიანდებიან და ამ გოლიათებს დევნიან დასავლეთისკენ, ნევადაში და კალიფორნიაში და ისინი აღმოჩნდებიან ეს გოლიათები ადგილას დასახელებით გამოქვაბული ლოვული. ხო, ეს იყვნენ წითური თმიანი გოლიათები და ისტორიაში ნათქვამია, რომ ეს გოლიათები ებრძვიან ამ გაერთიანებულ ტომებს, მათ წინააღმდეგ, რომლებიც გაერთიანდნენ. ამ ომის პროცესში, როდესაც ხალხი იღუპება, ეს გოლიათები ჭამენ ამ ადამიანებს პირდაპირ ბრძოლის ველზე. და ამიტომ ამ გაერთიანებულ ტომებმა ეს გოლიათები განდევნეს ამ ლოვლო ქვია გამოქვაბულს. ამ გამოქვაბულში სახელწოდებით ლოვლო და ამ გამოქვაბულს არ ვიცი რით, რაღაცით ავსებენ ამ შესასვლელს, რომ გოლიათები არ გამოვიდნენ და უკიდებენ ცეცხლს. და შემდგომ, როდესაც არქეოლოგები წავიდნენ ამ გამოქვაბულში, იქ იპოვეს სანდალიები და უზარმაზარი ზომის ნივთები და უზარმაზარი ზომის ტანსაცმელები. შემდეგ ეს ძვლები, ეს ნივთები, გოლიათის უზარმაზარი ზომის ნივთები მიაქვენ იქიდან, შემდეგ ეს ყველაფერი ქრება. და ახლა 1-20 წლის უკანო რაღაც მომენტშიო იყო აღმოჩენილი უზარმაზარი კუბოები და ეს კუბოები იქნა გაგზავნილი სმითსონის მუზეუმში. და წამყვანი ეკითხება და რა იყო ამ კუბოებში და არ ვიციო, უთხრა ენდრუ ჯენტილმა. და როდესაცო ამდენი ხნის შემდეგ ვიღაცამ წამოაყენა ეს საკითხი, გამოსაძიებლად მიმართესო სმითსონის მუზეუმს და კითხესო, სად წავიდაო ის ყველაფერი, რაც თქვენ წამოიღეთო, ეს ნივთები, ეს დამატკიცებელი საბუთები, სად წაიღეთო ეს ყველაფერი, ეს ძვლები სად შეინახეთო და
მათმა უპასუხეს, ჩვენო მივიღეთო, კიო, ეს ყველაფერი, მაგრამ სად არისო არ ვიცოდო. შემდგომ აღიარეს, რომ კი, ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს შენახული საწყობზეო, მაგრამ იქ ვერ შეხვალთო, რადგან პრობლემა არის ასბესტის და აბაო, როდის შეგვიძლიებაო ჩვენ იქ შესვლა? როდესაც 10 წლის შემდეგ უპასუხიათ ამ სმითონის მუზეუმის თანამშრომლებს. ამ სმითონის მუზეუმს აქვს მილიონი არტეფაქტები, რომლის ნახვის სურვილი აქვს ბევრს, მათ შორის მეცო. ბიბლიაში ნახსენები გოლიათები, უпроსტად ბიბლიაში ნახსენებ გოლიათებზე ძალიან ცოტა ახსნა დევს თვითონ ბიბლიაში და ხშირათაც არ ახსენებს ბიბლია გოლიათებზე თითქმის არაფერია ბიბლიაში დაწერილი. ნეფილიმებზეა ნათქვამი ერთჯერ, მაგრამ გოლიათებზე ჩვენ ვიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას ენოქის წიგნიდან. ხო, მე მაგ წიგნი მქონდა გადმოწერილი აუდიო წიგნი, მაგრამ ადგილი არ მქონდა ტელეფონში და წავშალე. ამას ყველაფერს მე რომ ბლავატსკაიას დავამთავრებ, ხო, ბურევის წიგნი არ მინდა წავშალო, რომელიც მე გადავთარგმნე და ბლავატსკაიას წიგნი მაქვს 3 გადმოწერილი, ხო, ჩვეულებრივად სრული შრიფტით მაქვს, სრულ შრიფტზე მაქვს დაყენებული და ახლა პირველ ტომ ბევრი არა იქ დარჩენილი ბლავატსკაიას ტომი. ხო, და ამ ბლავატსკაიას რომ მოვჩები, მე მაქვს გეგმა ენოქის წიგნი გადავთარგმნო. ოღონდ უკვე არ დავწერ, პირდაპირ წიგნს გადავთარგმნი თუ იქნა. თუ არა და როგორც ახლა მე ვთარგმნი პირდაპირ ვიდეოდან, ისე გადავთარგმნი პირდაპირ ვიდეოდან. იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი საქმეა ეს, ჯერ დაწერო ქართულად, მე იმ ქართულიდან თან ახლა მე თქვენ არ გაგაწვალებთ, იმიტომ რომ მე ვისწავლე პაუზაზე დაყენება ვიდეოსი. გვიან ვისწავლე, მაგრამ ვისწავლე. ასე რომ თქვენ უკვე მე არ გაგაწამებთ ჩემი ხმით. იმიტომ რომ დავაყენებ პაუზაზე, როდესაც ამის შეფერხება მექნება. ნამდვილად არ ვიცოდი მე თუ პაუზაზე ეს ორი ჯოხი იყო პაუზა. არ ვიცოდი, დავქნა. ყველა ხო ვერ სწავლის, კიდევ კარგად შევისწავლებ ჩემი ტელეფონი. ამიტომ მე გეგმაში მაქვს ენოქის წიგნი, გადავთარგმნო, გეგმაში მაქვს გამოაშკარებული იზიდაც გადავთარგმნო ბლავატსკაიასი, მაგრამ ამას უნდა დრო. მაშ გავაგრძელოთ. და ეს ენოქის წიგნი იყო აღმოჩენილი როდესაც კვლევარმა სადღაც მიახლოებით 19 საუკუნის ბოლოსკენ ეძებდაო მდინარე ნილის საწყის წყაროს ადგილს, სადაც ეს მდინარე გამოდიოდა. და ამ კვლევარმა ეს ადგილი მოძებნა, იპოვა სადღაც ეთიოპიაში. და მან გაიცნო იქაური ადგილობრივი ხალხი, მოსახლეობა. ესენი იყვნენ ეთიოპიური ებრაელები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ სადღაც მიახლოებით 3000 წელი. და ის მათ დაუმეგობრდა და ამ ეთიოპიურმა ებრაელებმა წაიყვანეს ეს კვლევარი და ანახეს, წაიყვანეს ის თავის ეკლესიაში და ანახეს ამ კვლევარს გიგანტური წიგნი. და როდესაც კვლევარი ეკითხება ეს რა არისო, მათ უპასუხეს ეს არისო ბიბლია. ეს რა ბიბლია არისო, კიდევ ერთი ბიბლია არისო, შეეკითხა მკვლევარმა და არაო, უპასუხეს ებრაელებმა. ეს არისო ნამდვილი ბიბლია. ალბათ მეფე იაკობის ბიბლია არისო, რომელიც ითვლება 66 წიგნი. საერთოდ ბიბლიის წიგნები სადღაც არისო 66 წიგნი. უпроსტად ბიბლიაში დენავს სადღაც მეახლოებით 66 წიგნი. ეს კრებული წიგნებისა, ბიბლია ხო ეს ნიშნავს კრებულს,
და 66 კრებული და ამ ბიბლიაში ამ ებრაელების ეთიოპიური ებრაელების ბიბლიაში იყო სადღაცო მიახლოებით 100 წიგნიო, 100 კრებულიო. ეს მათი ბიბლიაში შედგებოდაო 100 კრებულისგან. მათ შორის იყო ენოქის წიგნი, გოლიათების წიგნი, ჩვენ ბიბლიაშიო, ჩვენ ბიბლიებში, საეკლესიო ბიბლიებშიო ბიტიე ვერაფრით ვერ გავიხსენე ეს სიტყვა. ბიტიეთი იწყებაო ბიბლია საერთოდ და იყო სინათლე, ხო ასე, ხო იწყება მათ ეთიოპიელების, ებრაელების ბიბლიაში კი ისეთი ისტორიებია მოყვანილი, რომელიც მოხდაო მანამდე, სანამ ჩვენი ჩვენ ბიბლიები, საეკლესიო ბიბლიები გვაქვს, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდაო. ჩვენი საეკლესიო ბიბლიები იწყება, თქვენით როგორ იწყება და იქ ისტორიებია მოყვანილი, რომელიც მანამდე იყო მოხდარი. ჩვენ მოსეზე ინფორმაციას ხებულობთ ბიბლიისგან, ხო? იმ ბიბლიაში კი, იმ ებრაელების, ეთიოპიელი ებრაელების ბიბლიაში ყველაფერია უფრო ვრცელად მოყვანილი ისტორია მოსეზე, მათუსაილზე, ენოქზე და ესენი არიან ნათლისავებიო. და დედოფალ საფსკაიაზე ბიბლიაში არის ნახსენები, მაგრამ იმ ეთიოპიელ ებრაელების ბიბლიაში ამ დედოფალ საფსკაიაზე ვცლად არის ინფორმაცია მოყვანილი და ეს დედოფალი საფსკაია თურმე ყოფილა სოლომონის საყვარელი და მათ ყავდათ საერთო შვილი და მათ შვილს არქმევენ მენელიქს, საერთო შვილს, მენელიქი. შემდგომ უფრო მოგვიანებით პოულობენ მკვდარი ზღვის პაპირუსებს, სადაც იყო 1000 მანუსკრიპტი და მათ შორის იყო ენოქის წიგნი. ენოქის წიგნის რამდენიმე ასლი და აგრეთვე ამ მანუსკრიპტებს შორის იყო გოლიათების წიგნი. და ისტორია მასეთია, რომ არსებობდნენ ზეციური ღმერთები. და ეს ისტორია ემთხვევა ვინც იცის ანუაკების ისტორიას. და ეს ბიბლიური ისტორია ირეკლავს ამ ანუაკების ისტორიას. და ეს ზეციური ღმერთები, ანუ უცხოპლანეტელები, აგზავნიან მაყურებლებს დედამიწაზე იმისთვის, რომ როგორც მწყემსი ფარას იცავს და ფარას მწყესავს, ისე მოეწყესად ადამიანები და მიეცათ მათთვის სწორი მიმართულება. ამ მაყურებლებმა კი არა, მეთვალყურეებმა, ხო, ამ მეთვალყურეებმა ასწავლებს ადამიანებს ცხოველობა, მიწად მოქმედება და ყველაფერი ამ დაგვარი, რაც სჭირდებოდა თავის გადასარჩენად, მაგრამ ამ მეთვალყურეებმა შეამჩნიეს, რომ მიწიერი ქალები ძალიან ლამაზები იყვნენ და გულში უვარდებათ ეს ქალები, ეყვარდებათ ისინი და მათი გონება იხცნება და ეს მეთვალყურეები, რომლებსაც შეიძლება ითქვას, რომ ისინი იყვნენ ანგელოზები, შედიან ინტიმურ კავშირში მიწიერ ქალებთან და მათ უჩნდებათ შვილები, ნეფილიმები, რადგან მათი შვილები იყო გოლიათები. გოლიათების შვილები უჩნდებოდათ. და ეს ნეფილიმები, ყველა შვილები ამათი ყველა თითქმის მასიურად იყვნენ ძალიან ბოროტები. სიმაღლით 20 მეტრი სიმაღლისა იყვნენ, ასე აღწერენ მაგათ. იყვნენ ისინი კანიბალები, ჭამდნენ ადამიანებს და შთამომავლობა ამ ანგელოზ მეთვალყურებისა და მიწიერი ქალბატონებისა დაიბადა ბოროტები,
ყველა იყვნენ გაბოროტებულები და ომადურები. წამყვანი ეკითხება, ანგელოსები თუ დემონებიო? ანგელოსი და ადამიანები თუ ანგელოსები და დემონები და ადამიანებიო? ეკითხება წამყვანი. ხო, უფრო ადრინდელ წიგნებში ამას მნიშვნელობას არ ანიჭებნენო, რადგანო ეს მეთვალყურეები იყვნენო იქ კეთილი განზრახვებითო. ხო, ესე იგი რა მნიშვნელობაა ანგელოსები იყვნენ თუ დემონები? ისინი იყვნენ იქ წაგზავნილი კეთილი განზრახვითო. ხო, ახლა კი ეს გოლიათი ბავშვები გაიზარდნენ და მოსახლეობას აყენებენ ზარალს. მაგათმა შექმნეს ქაოსი და მაშინ გინდათ ღმერთი თქვით, გინდა უცხოპლანეტელები, მაგათმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი უნდა განადგურდეს და ყველაფერი უნდა დაიწყო თავიდან. და ის შლის ყველაფერს წარღვნით. ენოქის წიგნში დაწვრილებით არის მოყოლილი ამბავი, სადაც ენოქი წაიყვანეს ზეციურ სამყაროში, რომ შეახვედრონ ღმერთს, ანუ უცხოპლანეტელებს, რომ რომ შეახვედროს უცხოპლანეტელებს, რომ მათ ბევრი რამე აეხსნათ ენოქისთვის. შეხვედრაზე მივიდა ჩვეულებრივ. და ზოგიერთისთვის ეს იქნება მიუღებელი, რადგან ზეციური სამყარო არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ჩვეულებრივად შეუძლია მივიდეს ფიზიკური ადამიანი, ხო? ამიტომ ზოგი ჩათვლის ამ ინფორმაციას აბსურდად, მაგრამ შემდგომ უსმინეთ რა სიტყვის ეს კაცი. ხო და ეს რომ მართლა ზეციური სამყარო იყოს, ხო? როგორ შეუძლია მოხდავ ადამიანს მოხდეს იქ და შემდეგ დაბრუნდეს უკან, მაგრამ ენოქი სპეციალურად წაიყვანეს, სხვათა შორის მე გამახსენდა, მე ბიბლიას 7 ჯერ მაქვს წაკითხული და გამახსენდა ადგილი, სადაც თუ არ მეშლება, ილია იყო მოწაფე იეზეკილის, ხო? და იეზეკილს დაძებდა კუჩი და ეს იეზეკილი თუ არ მეშლება, მეტი ასულება სხვა იყოს. ეს იეზეკილი დაყავდათ აკითხავდნენ კოსმოსური ხომალდები, აყავდათ იეზეკილი, ხანდახან და მიყავდათ, რომ ეჩვენებინათ რაღაც ტერიტორიები და რომ აეხსნათ რაღაცები და მე მახსოვს ილიამ უთხრა იეზეკილს, მეო თან წამიყვანიო, სადაც წახვალო. იეზეკილმა უპასუხა, ჩემ გოდით იყავიო, მეო არ ჩამომრჩეო და ყველაფერს ნახავო შენი თვალითო. ესე იგი ილიამაც იცოდა, წინასწარმეტყველა ილიამ, რომ უცხოპლანეტელები აკითხავდნენ დედამიწას და უცხოპლანეტელები იმ დროს ხშირი იყო. ოღონდ ხალხი ვერ ხსნიდნენ ამ ამბავს. და მოსესაც რომ შეხვდნენ, მოსესაც ვინც ელაპარაკებოდა, ისინი უცხოპლანეტელები იყვნენ. შემდგომში ღმერთი არ ჩამოსულა ქვევით და მას რატო აუკრძალეს ზევით გორაზე ასვლა, იმიტომ რომ არ ენახა ისინი პირისპირ, რადგან მაშინ მოხდებოდა, მოკლავდნენ. არავის უნდა ენახათ, ხალხს უნდა ქონოდათ შთაბეჭდილება იმისი, რომ მათ მართლა ღმერთი ელაპარაკება. და ღმერთი როგორ შეიძლება ერის წინაშე წარსდგეს და საერთოდ აბსოლუტი სინამდვილეში ცენტრალური პირი არის აბსოლუტი ღმერთი. შექმნელები კი მაგის შემდეგ მიდის. შემდეგ არიან შექმნელები, თან შექმნელები ეთიკერა ბევრია, მაგრამ აბსოლუტი ღმერთი, აბსოლუტი არის ერთი. ხო, ძალიან რთულია, იცით რა, ძალიან რთულია, რასაკვირველია ეს ყველაფერი მიიღო უცებ. ეს თავში უნდა გაიაზრო, უნდა მოინელო. ჩემთვის ეს იყო ყველაფერი არა, ზღაპარიკი არ იყო. ჩემთვის იყო ეს ყველაფერი ახალი და რასაკვირველია, დრო დამჭირდა იმისათვის, რომ ის ინფორმაცია, რაც მე მოვიპოვე, მოვისმინე,
დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მომენელებია. თუ რა გუნიათ მე ყველაფერი უცებ მივიღე და თან უმტკინეულოთაც არ მიიღია. რაღაც დოზით ტკივილი ვიგზენი, ტკივილი ფიზიკური არა, მაგრამ სიბრაზე მომაწვა იმისი, რომ ამდენი წელი ტყუილად სკოლაში გვასწავლიდნენ ტყუილებს, ტყუილ ინფორმაციას. 12 წელი დაგოკვარგინებს იმისთვის, რომ ჩვენ ტყუილი ინფორმაცია გვესწავლა. შემდეგ ვინც ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში სწავლობდა 5-6 წელი კიდევ იმისთვის დაჭირდათ, რომ ეს ტყუილები უფრო დაიფიქსირებინათ. შემდეგ ახლა კიდევ რაღაც მაგისტრატურები და ასე შემდეგ იქაც დამატებითი წლებს აკარგვინებენ, რომ ეს ტყუილი შეისწავლონ. და ბოლოს გამოდის, რომ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, შევაბერდით, ბევრმა კარიერისთვის იბრძოლა, ოჯახებიც კი არ შექმნა, იმისთვის, რომ კარიერას ხელი არ შეშლოდა, ხო? და რა გამოდის? იგივე მეცნიერება ავიღოთ, იგივე მედიცინა ავიღოთ, ნებისმიერ სფეროში რა გამოდის? რომ ჩვენ გვისწავლიათ ტყუილად. დრო დაგვიკარგავს ტყუილად. თუ ინფორმაციის სწავლაში. მალე სიმართლე ამოტიტდება. ეს და ეს ინფორმაცია ბევრისთვის როგორი მისაღები იქნება, იცით? უფრო უხეშ მაგალითს მოვიყვან ახლა მე, მაგრამ მეტი სხვა მაგალითი ვერ მოვიფიქრე. აი მაგალითად, როდესაც ბალახებში, ბუჩქებში გახვალ, აი მაგალითად ყანაში, ხომ ისდება ორკვილები და ეს ორკვილები რომ იგეწებება, მე წმინდა სახში მოხვალთ მაგას ჩოთხით, ხო? ხო უხეში გაწმედა ხდება, აი ამ და გვარი უხეში გაწმედა მოხდება ადამიანის წვინებისა. იმდენად ტკინეული იქნება ზოგიერთისთვის და იმდენად რთული მისაღები იქნება ეს ყველაფერი. აი მაგნაირი ეფექტი ექნება ბევრ ადამიანს. უბრალოდ რეაქცია, ეფექტი კი არა. რეაქცია. უხეშად ჩამოუფხიკავენ იმ ძველ ინფორმაციას, რაც აქვს. და რა ვარია შენ ბავშვობიდან ერთს გასავლიან და აღმოჩნდება სხვა რეალობა. და ბევრს გაუჭირდება ამ ახალი რეალობის მიღება. ძალიან ბევრს გაუჭირდება. უჭირს ახლაც, მე რომ რაღაცებს ყვები, ბევრს უჭირს ამის მიღება. მაგრამ მე მაგათზე არ ბრასობ. იმიტომ რომ მე მესმის მათი. მეც მაგ დღეში ვიყავ. ხო და ენოქი, ხო, ენოქზე იყო საუბარი. ენოქს ატარებდა ურიელი, არქანგელოზი ურიელი. ახლა ჩვენ რომ ანგელოზებს გავიძახით, იქით გავიძახით, ხერუბიმები, სერაფიმები, ანგელოზები და ასე შემდეგ. ესენი არიან, ესენი მისტიკური არსებები არ არიან. ესენი არიან ისეთივე არსებები, ისეთივე პიროვნებები, ოღონდ სულიერი პიროვნებები. იმათაც სხეული აქვს, მაგრამ ისეთი სხეული არა, როგორც ჩვენ გვაქვთ, ასე ვთქვათ, დამატერიალიზებული, დაბრწყილებული სხეული. და იქ უფრო სუბუქი სხეულები აქვენ. ხო, მათ სხეულებს ჩვენ ვერ ვნახავთ, ჩვენ სხეულში, სანამ ვიქნებით. და დაყავდათ მასევე ახლა ცოტა თემას გადავუხებ, პლადინელები და მაღალი განზომილებიდან რო ჩამოდიან უცხო პლანეტელები, მათ ჩვენ ვერ ვნახავთ, ისინი მათ აქვთ სპეციალური ტექნოლოგიები, რომლებიც ვიბრაციებს უწევენ დაბლა, თავის ვიბრაციებს და როდესაც მათი ვიბრაციები დაიწევა, იმ დროს ვხედავთ ჩვენ მათ. როდესაც ისინი წევენ მაღლა ვიბრაციებს, ისინი ქრებიან ჩვენი თვალის არეალიდან.
ხომ გესმით ახლა მე თქვენ რას გიყვებით? მესმის ახლა თული ასახსნელია ეს, მაგრამ თავის დროზე მაინც მოგვიწევს ყველაფერს მიღება, ისე როგორც არის. ხო და ენოქი აღწერს ამ არსებებს, რომლებიც არიან ძალიან უზარმაზარი ზომის სინათლის არსებებს, ხედავს კედლებს, ხედავს ჭერს, კედლები დაფარულია ზურმუხტებით. ახლა თქვენ წამოიდგინეთ, ზეციური, მართლა ზეციური კოსმოსური სამყარო რო იყოს, მართლა ღმერთთან რომ მიდიოდეს, სად არის ზეციურ სამყაროში ეს ზურმუხტები და კედლები და ჭერი? ესე იგი, ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ენოქი ყავდათ კოსმოსურ ხომალდზე. სხვათა შორის ბიბლიაშიც, რომ არის ნაჩვენები, თავისი რკინის ფეხები დადგა, ჩიტი, რკინის ჩიტი დადგა მიწაზე, თავისი რკინის ფეხებით გამოუშვა ცეცხლი. აი, რა სულელი მაპატიეთ, 7-ზე წავიკითხე ბიბლია, 7-ჯერ და იმას ყურადღება არ მივაქციე, ამაზე როა საუბარი. იმიტომ რომ მეც არ ველოდებოდი ახლა, მე პირდაპირ გაგებით, ჯერ უნდა იმისი რაც იქ ეწერა, პირდაპირ გაგებით. რას ნიშნავს, როცა შენ გადაკეტილი გაქვს ტვინი, არ ხარ მზად, წინ გიდენა სიმართლე. 7-ჯერ წავიკითხე ბიბლია, ცხვირის წინ მედო სიმართლე, ცხვირის წინ მედო, და მე ვერ მიხვდი ამას. ესე იგი, დრო არ იყო იმის, რომ მე არ ვიცოდი საერთოდ, არ მჯეროდა თუ არ მჯეროდა კი არა. გეტყვით კიდე ერთ მაგალითს, მაპატიეთ ახლა მე რო არ თქვა შემიძლია. ფოჩი მე დედა მყავს ფოთელი, ყავდა უფროსწორად ფოთელი და ფოთელები სულთა ფოთელები არიან, ახლა ის ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ იქა, მაგათ შეუძლია თქვან, რომ ისინი არიან ნაღდი ფოთელები, მაგრამ უფროსი თაობა ყველა არის იქ ჩასული. და ჩემი ბებია და ბაბუა, დედის მშობლები იყვნენ აბაშის რაიონიდან, რომელიც ეკუთვნოდა მარტვილს. მამა იყო თამაკონედა, მამის ოჯახი, გადმოსახლებული აქეთ, გადმოსახლდნენ. და ფოჩი ყოფნისას, მაშინ დედა ცოცხალი იყო, რამდენიმე წლის უკანდელ ამბავს გეუბნებით, 90-იან წლების ამბავს, იქ ახლა ცოცხალი ეს ქალი მეზობელი და ყვებოდა ქალზე, რომელიც იმ მომენტის ის იყო გარდაცვლილი. კაცო, ეს ქალი შეხვდაო, ეს ქალბატონიო და მეუბნებაო, ჩემთანო, მეო ღამღამობით უცხოპლანეტელები მაკითხავსო. მაშინ რასაკვირველია, მე სასაცილოდ არ მეყო. ეტყობა ის ქალი იყო კონტაქტორი, მაგრამ არავინ მოусმინა, მერე ის ქალი მოკვდა, წაიყვანენ უბრალოდ. სიკვდილი არ არსებობს. მან თავისი დრო ამოწურა და მისი სული წავიდა. ხედავთ, მე ჩვენს ვტებოდით სიცილით ის, რომ ყოფოდა ამ ქალზე. არა და დასაცინი ჩვენ ყოფილვართ. ამდაგვარი სიტუაციები ბევრია. არაფერი გაგიკვირდეთ, არაფერი გაიკვიროთ. რაც უფრო ადრე და დროულად მიიღებთ ამ რეალობას, უფრო ნაკლებად ტკივნეული იქნება თქვენი ტრანსფორმაცია. და ენოქი ყვება იმ 20 ნათურებზე, რომელიც აქვს ხომალდ, ყვება როგორ ხედავდა ის მთელ დედამიწას ზევიდან. ხო, სხვათა შორის მე დავიწყე ამ წიგნის მოსმენა და მივედი აუდიო წიგნის მოსმენა, მივედი შუამდე და მე წამეშალა თუ ადგილი არ იყო და უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია მქონდა დასაფიქსირებელი, მე წავშალე ეს წიგნი. ახლა რა და არის ნაწყვეტად ენოქის წიგნი მოწმული. ის იყო სრული წიგნი. მაგრამ ალბათ კარგია რომ წამეშალა. მე მინდა აუდიო წიგნი კი არა, გადმოვკაჩო წასაკითხი წიგნი იქიდან. ხო, რომ
მეადურდებოდეს წაკითხვა, მოსვენილი არაფერი არა, ზოგჯერ რობოტი თარგმნის, რობოტის ხმით ითარგმნება და არასწორ ინფორმაციას არასწორად თარგმნის ხანდახან. და მე მრჩენია წასაკითხი გადმოვკაჩო. ახალ ტელეფონში აპატიეთ, ადგილი არა მაქვს. და ენოქ შეეძლო ენახა ყოველი მდინარე, ყოველი ტბა დედამიწაზე. და როდესაც კითხულობ ზეჩურ სამყაროზე, შენ წარმოიდგენო ღრუბელს ცაში, მაგრამ სინამდვილეში ენოქი იყო შენობაში, რადგან ის ამბობს, რომ იქ იყო ჭერი, იქ იყო კედელი და სად აქვს ზეჩურ სამყაროს მატერიალური კედელი და ჭერი. და ყველაფერი ბრწყინამდაო. ხო და ენოქის სიტყვებიდან გამომდინარე, რთული მისახვედრე არ არის, რომ ის იყო კოსმოსურ ხომალდზე. და ენოქს ამ კოსმოსური ხომალდის დახმარებით ატარებენ მთელ კოსმოსში, რადგან ენოქი აღწერს მზის სისტემას და ყველაფერს, რასაც ხედავს. და ენოქს დაავალეს მიეტანა გზავნილი, მიეჩნენა უბრალოდ სიტყვერი გზავნილი ნეფელიმემდე. ნეფელიმები ცხოვრობდა იმ მომენტში დედამიწაზე. ისეთ მომენტში, ისეთ პერიოდში იყო ცხოვრობდა ენოქი, როდესაც დედამიწაზე არსებობდნენ ნეფილიმები. მაგრამ ნეფილიმები იგნორებას უკეთებენ ენოქის ნათქვამს. და შემდგომ უკვე რომ ვერაფერი ვერ მოახერხეს, გააგზავნეს წარღვნა.